улице. ეს მაშინ ისეთი ნაუჩნო-ისლედовательский институт დავიბადე სოხუმში. დავამთავრე ოჩამჩირის მეორე საშუალო სკოლა, იმიტომ რომ მამა გადმოიყვანეს სათქმეურნეობის უფროსად ოჩამჩირიში და იყიდა სახლი და ესე იგი ჩვენც პრაქტიკულად ჩემი სკოლინდელი დრო გავატარე ოჩამჩირეში, დავამთავრე იქ სკოლა, მეორე საშუალო სკოლა, ერთ-ერთი უძლიერესი და კარგი სკოლა იყო. უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. ისე თბილად მახსენდება ჩვენი სახლი, ტალავერი, თავისი ოდესის ყურძნებით და ჩვენი ბავშვობა, სადაც ყველანი ერთად ცხოვრობდი და ნამდვილად არ გვეგონა და არ ვარჩევდით ვინ იყო აფხაზი, ქართველი, რუსი, უკრაინელი, ძალიან ბევრი ვიყავით და ერთ ოჯახად ცხოვრობდით. როგორც კი დავამთავრე სკოლა, ჩავაბარე 1983 წელს გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ულამაზესი წლები გავატარეთ, ბევრ შრომობდით, ბიბლიოთეკებიდან არ გამოვდიოდით, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან თბილი, ძალიან ნაყოფიერი წლები ჩემს ცხოვრებაში. დამიკავშირდნენ ამას წინათ ჩემი თანაკურსელები, ვიყავით ძალიან ბედნიერი. აქეთ მოგძებნეს, ჩატი გვაქვს გაკეთებული. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვძებნეთ ერთმანეთი. მერე შევქმენი ოჯახი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახი აფხაზეთში, იურა ჭოჭუას ოჯახი, ვალერი, ჩემი მეუღლე იყო ინჟინერი, თბილისში დაამთავრა გპ-ი, ჩამოვიდა და იყო ახალგაზრდა ესეთი ნიჭიერი ადამიანი. 90 წელს დაიბადა გიორგი სოხუმში. წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი. ანუ რასაც ვამბობ ძალიან მოკლედ, სულ ბედნიერებასთან არის დაკავშირებული. მაშინ ალბათ არ ვფიქრობდით იმ სისტემაზე. ყოველ შემთხვევაში მშობლები გვექნდნენ ყველა პირობას იმისთვის, რომ ჩვენ გვემშავა, გვეცხოვრა, ოჯახი შეგვექმნა და ამავდროულად ეს ყველაფერი ძალიან დიდ სითბოსთან, სიყვარულთან და ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული. ამ ბედნიერებამ მომცა მე იმის საშუალება, რომ ის სიცნელეები, რომლებიც ჩვენ გავიარეთ, მე გადამელახა. მე იყო საშინელება, მეუღლე მუშაობდა მინისტრთა საბჭოს შენობაში, ის იყო ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მშენებლობის სამინისტროში და მოგახსენებათ, რომ ყველანი ერთად მუშაობდნენ იმ შენობაში, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და რომელიც ესე გვტკივა და რა თქმა უნდა, ის არ წამოვიდა ბოლო დღემდე. იყო მუშაობდა, დადიოდა, არ იბრძოდა, მაგრამ ეს იყო შიდა ბრძოლა, მასაც ბევრი რაღაცები ევალებოდა და მე როგორც ესე ვთქვათ, ბევრი წიგნი წაკითხული დეკაბრისტებზე და მათ ცოლებზე და მეუღლეებზე, ჩემს პატარა შვილთან ერთად მასთან ერთად ვიყავი სოხუმში, გავიარეთ მარტის დაბომბვები, ყველაფერი გავიარეთ და უკვე ბოლო დღეს, როდესაც სამწუხაროდ უნდა გავსულიყავით ქალაქიდან, წამოვედით ჭობერის გზით. ეს იყო საშინელება. სულ მინდა დავწერო მაგაზე, მაგრამ სულ მივათრევ ამ დროს, იმიტომ რომ თავიდან გახსენება იმ ყველაფრის, რაც ჩვენ გზაში გავიარეთ, იყო საშინელება. უამრავი ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი, ცდილობდით ერთმანეთის დახმარებას, მაგრამ გესმით, რომ იქ უკვე ისეთი პერიოდი იყო, თან ხამე ძალიან ციოდა, რომ ყველა ფიქრობდა თავის გადარჩენაზე. თან როცა მივდიოდით გზაზე, ვხედავდით, რომ აი ვიღაცა გარდაიცვალა და უკვე უცებ უნდა დაემარხათ ეს ადამიანები და ჩვენ გაგვეგრძო გზა, რომ ესეთები ბედი არ გვეწვია. ეს იყო ძალიან რთული რამ, იქ იყო ბევრი საინტერესო მომენტი, დაბადებულა გზაში ბავშვები, ეს არ ვიცი, მე რა ბედი ეწვიათ, ყველა ცდილობით დაგვეხმარებინა და მაქსიმალურად რაც შეგვეძლო ერთმანეთს ხელს უწყობდით, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ არ გვეგონა, რომ ეს მოხდებოდა ჩვენ ცხოვრებაში. 10 დღე მოვდიოდით და ბოლომს მივაღწიე ჭობერამდე, თან ეს ჩემი შვილი, რომელიც სულ მეკითხებოდა, დედა, მალე მივალთ და აი როდის მივალთ და თან როგორია, იცით, ულამაზესი ბუნება იყო, ეს იყო აი შემოდგომის და დასაწყისი დღეები და თან მე როგორც ფილოლოგი სულ ვცდილობ, რომ აი სილამაზესაც შევხედო და ეს ულამაზესი ხეები, მდინარეები, ჩიტები თითქოს აი იქ არაფერი არ ხდება და მინდოდა მაქსიმალურად რომ
ბავშვის ყურადღება აქეთკენ მიმექცია, რომ ნახე რა სილამაზეა და ნახე, მაგრამ ისეთი დაღლები ვიყავით უკვე და ბავშვიც რომ რა ვიცი, ბოლოს და ბოლოს მივახციეთ ჭუბერს, იქიდან ჩავედით ჯერ სენაკში, მე მამას ბებია და ბაბუას სახლია ჩვენი მარტვილის რაიონში, ჩავედით იქ და თავისთავად ვიფიქრეთ იმაზე, რომ უნდა ჩამოვაკითხოთ თბილისში. ვიცოდი რომ ერთ-ერთ სკოლაში იყო განთავსებული უნივერსიტეტი და მახსოვს ეს პირველი შეხვედრა ბატონ ოთარ ჯორღულიასთან. როგორც კი დავინახა ისე შემთხვევა, ვა, ინდირა, როგორ გჭირდება ეხლა შენაერები და იმ წუთასვე ქალბატონი ძიანა ალანი იყო კათედრის გამგე, მივედით, ვესაუბრეთ, იმდენი ცრემლი და სიხარული იყო, რომ ვნახე ეს ხალხი, რომელიც ძალიან მიყვარდა. და იმ დღესვე გამაფორმე შტატში ბატონი ოთარ ჯორდანია იყო რექტორი, გავიცანი ისიც და მოკლედ აი იმ დღიდან, ესე იგი 93 წლიდან მე ვმუშაობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მინდა გითხრათ, არასდროს არსად არ მიმუშავია. ბევრი შეთავაზება მქონდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგრამ არ მიმუშავია და რატომ 98 წელს დავიცავე საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე დისერტაცია უკვე სადოქტორო დავიცავე იმავე უნივერსიტეტში 2006 წელს და აქედან დავიწყე ფიქრი იმაზე, რა შეიძლება გავაკეთო უნივერსიტეტში ისეთი, რაც მანამდე არ ყოფილა, რაც ჩვენ სტუდენტებს დაეხმარებათ და რისი გამოყენება მათ მერე შეეძლებათ. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, ძალიან რთული პერიოდი იყო. მივხვდი რომ უნივერსიტეტში არ არსებობს საგარეო ურთიერთობები. ანუ არც ერთი მემორანდუმი, არც ერთი უცხოელი არ იყო ნამყოფი ჩვენს უნივერსიტეტში. პროცესი იყო დალაგებული ბატონ ოთარ ჯორდანიას სულ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ მან პირველად გააკეთა და მოახერხა ის, რომ სრულყოფილი სამუშაო პროცესი ჩამოაყალიბა, ყველას ჰქონდა საშუალება გვემუშავა ისე, როგორც სათანადოდ სტუდენტებისთვის სასარგებლოდ. გადავწყვიტე დამეარსებინა ბატონ კაკობავასთან ერთად, დირექტორთან ერთად კულტურათა შორისი ურთიერთობების საზოგადოება, ესეთი ასოციაცია. ყველა, ვინც ჩემი მეგობარი იყო უცხოეთში, ჩავრთეთ აქ, თურქებიდან დავიწყეთ სხვათა შორის და ჩამოვაყალიბეთ ესეთი ასოციაცია. ამ დროს ჩამოვაყალიბეთ ეს ჟურნალი, კულტურათა შორისი კომუნიკაციები, პირველი ჟურნალი. აქედან წავიდა უკვე ძალიან ბევრი სხვა პროექტი, მე ერასმუსები ვქონდა, გასვითი პროგრამები ვქონდა და მოკლედ დღეს შეგვიძლია სიამაყე ვთქვათ, დავიწყე მე თავისთავად, მაგრამ მე ძალიან სერიოზულად იმუშავა სხვა ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა აქვთ პროექტების სხვა მიმართულების ჩვენს თანამშრომლებს, ქალბატონი ლია ახალაძე ძალიან სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით, მე ვიცი რომ ბიოლოგებშიც და ასე შემდეგ. ანუ ბევრი პროექტი გვაქვს უკვე, მაგრამ აი მე ვავაყოფ იმით, რომ ეს შევძელით გავხსენით და გავაკეთეთ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს სოხუმის უნივერსიტეტი? რა თქმა უნდა, ეს არის სახლი. ეს არის დაბრუნება ყოველი ჩვენ იქ მისვლა და შეხვედრა ჩვენ კოლეგებთან, რომლებიც სოხუმელები არიან, აფხაზეთელები არიან, არის დიდი ბედნიერება. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ აფხაზეთისთვის და აფხაზეთის სახელით. მე თბილისში დავიბადე. ამის მიუხედავად ამბები აფხაზეთზე ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. დედისგან, მამისგან, ბებიებისგან, ბაბუებისგან მუდმივად მესმოდა ამბები აფხაზეთზე და ჩემს წარმოსახვაში არსებობს სოხუმისის ქუჩაც, ოჩაფჩირაც და რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი სურათ ხატებია ჩემ გონებაში. ჩემი შეგნებული ცხოვრება უკვე დედა სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს, სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს იგივე, რომ ეს უნივერსიტეტი უფრო ცნობადი გახდეს საერთაშორისო უნივერსიტეტების, ასე ვთქვათ, ბაზარზე, ასევე საკუთარი სტუდენტებისთვის ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს და ამის მომსწრე ვარ მეც და ძალიან დიდი სიამაყით ვუყურებ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დედაჩემი აფხაზეთის სახელით, ასე ვთქვათ, ახორციელებს და ძალიან მიხარია ეს ყოველივე.
მაქვს ძალიან ბევრი ჯილდო მიღებული და თქვენ ნახეთ ალბათ ეს ყველაფერი ჩემს კაბინეტში. ყველაზე ძვირფასი ჩემთვის არის ეს ნივთები. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი არის ჩემი დიდი ბებია და ბაბუის, ჩემი მეუღლის ბებია და ბაბუის ნაკონი, რომელიც აფხაზეთიდან გადმოვიდა აქ და ძალიან ვამაყობ იმით, რომ შევინარჩუნეთ ეს ყველაფერი, შევინარჩუნეთ აფხაზეთის ისტორია, მე მინდა დიდი სიყვარულით. მედირება. დიდი სიტყვოთი უთხრა მათ, რომ ის ისტორია ჩვენი ცხოვრების, ჩვენი თანაცხოვრების, ის წლები, რომლებიც ჩვენ ერთად გავატარეთ, ჩვენთვის დაუვიწყარია. ჩვენ ყოველთვის გაგვახსენდება ერთობლივი ქორწილები, ერთობლივი ღონისძიებები, ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებდა და მე მინდა მათ ვთხოვო, რომ დავივიწყოთ ის წარსული. ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს დასასრული და მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ისევე გვიყვარს ისინი, როგორც მაშინ გვიყვარდა და უნდა შევრიგდეთ, უნდა ვიყოთ ერთად და უნდა ვიცხოვროთ ერთ მთლიან და ძალიან ლამაზ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ქვია.